მოგესალმებით ყველას და როგორც ყოველთვის გთავაზობთ დღის განმავლობაში მოხდა საინტერესო სიახლეებს, ჯერ ქართულ ამბებს გავისმოთ, შემდეგ კი უცხოური სიახლეებიც გავიგოთ. ამ ბოლო დროს არაერთხელ გაისმა ბრალდება სტუდია მაესტროსა და მისი პროდიუსერის მამუკა ღლონტის მიმართ იმის შესახებ, რომ საეთერო დრო ხშირად ეთმობა რეპერ ლექსენს. იგივე აზრმა გაიჟღერა კლუბ კოტონშიც, სადაც ლექსენს მისი ფანები შეხვდნენ. ლექსენი არის უფრო ხშირად, ყველაზე ხშირად. სამი ადგილი ლექსენისთვის ცოტა მოსაბეზრებელი ხარ მაინც. ვიღაცები საქართველოში არსებობენ ვიღაცები, რომლებიც აკეთებენ რეალურად საქმეს, ანუ რაღაც სიცრუის გარეშე რა და სამი კლიპი მოითხოვათ, ну აი 4 ადგილი იყო და ну ერთი კიდე ცოტა ცუდია რაღაცა გაკეთა, ერთი ამოაგდოდა ეხა. ხო იმის მაგურად სხვა უნდა ჩასვას მაშინ, ხო რაღაც ის ადგილი ხო იქვითება და სხვა უნდა ჩასვას ხელოვნურად, მე ესე და აი ესე აბსოლუტურად ნატურალურ ნიადაგზეა მიშვებული ყველაფერი და როგორც ითხოვს მსმენელი და რანაირადაც არეგულირებს მაყურებელი, აი ეს ხდება ეს ათეული. შეგახსენებთ, რომ ლექსენმა თავისი მუსიკალური მოღვაწეობა 1 წლის წინ დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში მან უკვე მოასწრო 6 კლიპის გადაღება. ამ ეტაპზე ლექსენმა და მისმა პროდიუსერმა მამუკა ღლონტმა საჭიროდ ჩათვალეს, რომ ამ ვიდეოკლიპებმა აღარ იტრიალოს პირველი სტერეოსა და მაესტროს ეთერში. აი ეს აზრი თავიდანაც აღჟერდა, რატომაც გამოითქვა ესეთი აზრი და რომ ჩემი კლიპები მაინც და მაინც განსაკუთრებულად ტრიალებდნენ და რაღაც ენრაოდენობით და ესეთი კატასტროფული სიხშირით და უკვე აღმოჩნდა რომ აი ესეთ მსმენელებისგანაც და ფანებისგანაც უკვე ესეთი დამოკიდებულება და ესეთი შეკითხვები მოემატა და არასასიამოვნოა ჩემთვის. ყველას არ ესმის რომ დავუშვათ რაღაც გარკვეულ პატარა დროში რომ მეტ კლიპს გადაიღებ, ბუნებრივია კლიპი იტრიალებს და აბსოლუტურად თანაბარი ზომით ტრიალებს და თანაბარი რაოდენობით ყველა კლიპი, მაგრამ ეთყობა ეს სხვანაირად ესმის ამ ხალხს და მე მივიღე ესეთი გადაწყვეტილება და ვთხოვ ამიტომ რომ გაჩერდეს კლიპების ტრიალი. ეს გადაწყვეტილება ჩვენ მართალი გითხრათ დღეს არ მომწიფდა, ჩვენ რამოდენიმე კვირის უკანაც უკვე ქონდა დაახლოებით ესეთი საუბარი მე და ლექსოს. ის აზრი რომ უკვე ჟურნალისტებშიც, შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლებშიც ტრიალებს ესეთი აზრი რომ მე ვინაიდან ვარ მაესტროს პროდიუსერი და ლექსოს პროდიუსერიც, ლექსოს რაღაც გადამეტებულად ვატრიალებ, იქ რაღაც ათეულებში ვუწყობ ადგილებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან დიდი უარყოფითი ემოცია ჩვენთვის. მე კიდევ ვიტყვი რომ ლექსოზე ამდენად არ ტყდებოდა ეს ჯოხი, რამდენადაც ჩემზე, ვინაიდან გამოდიოდა რომ მე ამას ვაკეთებდი რაღაც ხელოვნურად. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, უბრალოდ ლექსო მოვიდა დღეს აღელვებული ჩემთან და მითხრა რომ მას საერთოდ აღარ აქვს სურვილი რომ იტრიალოს ამ კლიპებმა, იმიტომ რომ მართალი გითხრათ ამოვიდა ყელში ესე უბრალო ენაზე რო ვთქვა. ასეთივე მდგომარეობაში ვარ მეც, მე დავეთანხმე ლექსოს. ის რომ მისი კლიპები არ ეტრიალებს ეს არნიშნავს იმას რომ ის შეწყვეტს სიმღერას შეწყვეტს ჩაწერებს ან ჩვენ კონცერტებზე არ გამოვალთ ან კონცერტებს არ ჩავატარებთ, უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ დავანახოთ ყველას რომ ის აზრი რომ თითქოს ვისაც ხშირად ატრიალებ ის პოპულარულია და ასე ვთქვათ მასზე მოთხოვნილება, ეს მცდარი აზრია. რა თქმა უნდა ხშირად ტრიალი თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ თუ მომღერალს არ აქვს ნიჭი, ხმა, ვერ წერს კარგ სიმღერებს, არ აქვს კარგი ლექსები, ტექსტები ამ სიმღერებთან და ასე შემდეგ, ვერანაირად ვერ შექმნით ძალით მომღერალს. ანუ პირველ რიგში მაინც მომღერალია მთავარი და ავტორშემსრულებელი და მისგან წამოსული ენერგია. მოკლედ ყველაფერი აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეიდან ლექსოს კლიპები აღარ იტრიალებს მაესტროს ეთერში, საერთოდ არც ერთ ტელევიზიაში არ იტრიალებს. მე რადიოებს ვერ აუგზავნ ლექსოს ტრიალს, იმიტომ რომ იქ მაინც მე არ ვარ, ასე ვთქვათ, შეფი და მე ვერავინ დამობრალებს რომ რადიოში ვაიძულებ იმას ლექსოს სიმღერები ატრიალოს და იქ ათეულები ჩავაწყო. და გამოვთქვა იმეც რომ ლექსოს მსმენელი და მისი ფანები კიდევ უფრო ათმაგად შეეყვარებენ მას და ათმაგად ასე ვთქვათ ივლიან მის კონცერტებზეც, გამოსვლებზეც და ასე შემდეგ. და რაც მთავარია ვნახოთ ტრიალი არის მთავარი მომღერლისთვის თუ არა. ჩვენ ახლა
რაღაც გეგმებიც გვაქვს მე და ლექსოს სხვა და სწორედ აი ამით ჩვენ დავამტკიცებთ რომ ის რომ ლექსო არ ეტრიალებს ეს სრულიადაც არ მოაკლებს მას პოპულარობას და ერთხელ და სამუდამოდ მორჩება არა მარტო ლექსოზე საერთოდ ამ ფენომენზე საუბარი რომ რაც მეც ატრიალებ მით უფრო ასე ვთქვათ თითქოს ეს არიქა და აშენებს მომღერალს კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ეს რა თქმა უნდა კარგია ბევრჯერ ვატრიალებ მაგრამ თუ თვითონ მომღერალი შემსრულებელი არ არის ნიჭიერი არ წერს კარგ სიმღერებს არ მღერის კარგად მერწმუნეთ იმას ვერანაირი ტრიალი ვერ უშვილის მე ძალიან მწუხარ მაგრამ ნუ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს აი მართალი რომ გითხრათ უკვე ნერვები აღარ გვაქვს ამის ატანის რაც ხდება აქედან გამომდინარე ლექსოს კლიპების ტრიალი დღეიდან შეწყდება პირველ სტერეოზე და საერთოდ ყველა ტელეკომპანიაში ნინო ქათამაძე და ჯგუფი ინსაითი ემზადებიან საკლუბო პროგრამისათვის, რომელიც კლუბ ნუანუათი დაიწყება. ამ კლუბში მათი კონცერტი 4 აპრილს გაიმართება. ჩვენ ნუაში ძალიან დიდი ხანია არ გამოსულვართ და ეს კლუბი გვიყვარს ძალიან. ფაქტიურად საკლუბოდ მზადდება, ხა რაღაცნაირად არ აკეთებ თვითონაც ნახეთ ახალი კომპოზიციები შექმნის. მაგრამ თან გარკვეულწილად ეს არის კიდე დიდი კონცერტისთვის მზადდება, რომელიც ალბათ აპრილის ბოლოს აჭარა მუსიკალში იქნება. ემზადებით ნოურად რა შევხდეთ პატარა კლუბობით, იმიტომ რომ ყველა სივრცეს თავისი სივრცის მუსიკა ჭირდება ხოლმე და რა ვიცი, სასიამოვნოა და რაღაცა საინტერესოა ეს ყველაფერი რამდენად შეგიძლია შენ ამ სივრცეში მოხდე. მithumetes ისეთ მუსიკოსებთან როგორც ეს ბიჭები არიან. სიახლე იქნება ის, რომ რაღაც ახლებურად არის ყოველთვის ყველაფერი და ეგ არის სიახლე, რომ ყოველი კონცერტისთვის ემზადები თავიდან. ეს პროექტი აპრილის ბოლომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ჯგუფი მოსკოვში აპირებს წასვლას და კიდევ ერთი. მიუხედავად იმ მცირე პაუზისა, რომელიც წინა კონცერტსა და ამ კონცერტ შორის არის, როგორც გახსოვთ 10 მარტს ფილარმონიაში ნინო ქათამაძემ საკმაოდ წარმატებით განახორციელა ეთნომუსიკალური პროექტი, მუსიკოსებმა მოახერხეს და საუნდტრეკი ჩაწერეს მიხო ბორაშვილის დოკუმენტური ფილმისთვის. სამაცხოვრისა ალილუია რელიგიური ფილმია ის საქართველოში არსებული ხატების ილუსტრირებული ჩვენება მიდის ეხლა არის ღვთისმშობლის თემაზე გაკეთებული 52 წუთიანი დოკუმენტური ფილმი და ალბათ ერთი წლის შემდეგ გავაკეთებთ მესამე ნაწილის წმინდა გიორგის თემაზე თბილისს კიდევ ერთი თავშეყრის ადგილი შეემატა. ეს გახლავთ რესტორანი ორმო. როგორც რესტორნის მფლობელები გვპირდებიან, იქ მისულ სტუმრებს ხალისიანი და საინტერესო საღამოები არ მოაკლდებთ. გადავწყვიტეთ, რომ ჩაგვეტარებინა რაღაც ისეთი საღამო, რომელიც იქნებოდა ჩვენთვის სასიამოვნო და ჩვენი მეგობრებისათვის. მოვიწვიეთ აქ პორტე, აქ იქნება გათამაშება ბევრი და იქნება პრიზები. მსგავსი საღამოები იქნება, ყოველთვის იქნება, იმიტომ რომ ვაპირებთ. აქ როგორც ფართო მასშტაბით გვინდა გავაკეთოთ ისეთი დონის, რომ იყოს რაღაც ქალაქურები, იყოს რაღაც და ჯაზი, ცოტა ისეთი მუსიკაზე მაქვს მე ლაპარაკი. და სიტუაცია შევქმნათ ისეთი საზოგადოებას, რომელიც იქნება მოსაწონი. Для меня